ყველა ახალგაზრდას ულოცავ ახალგაზრდების საინფორმაციო დღეს და უსურვებ, რომ არასოდეს ყოფილიყვნენ საინფორმაციო ვაკუუმში, რადგან ვთვლი, რომ ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობა პირდაპირ კავშირშია ზოგადად საზოგადოების განვითარებასთან. და ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ქვეყანას აუცილებლად ექნება სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობა, თუ ის დიდ ყურადღებას უთმობს ზოგადად საზოგადოებაში ახალგაზრდების როლის ზრდას. ასე რომ მოგიწოდებ თითოეულ ახალგაზრდას, რადგან თითოეული ჩვენგანის აქტიურობა უფრო და უფრო ხელს შეუწყობს თითოეული ჩვენგანისა და ზოგადად საზოგადოების განვითარებას. მოგესალმებით, მე ირაკლი ხორავა ვარ. დღეს არის ახალგაზრდების ინფორმაციის დღე, აქედან გამომდინარე, მე მინდა ლაკონურად აღვნიშნო, რომ ინფორმაციის მიწოდება, რომელიც შეესაბამება სიმართლეს ახალგაზრდებისათვის, არის ძალიან მნიშვნელოვანი და წინ გადადგმული ნაბიჯი. ვფიქრობ, რომ ჩვენ ახალგაზრდები, როდესაც ვყალიბდებით, ძალიან მნიშვნელოვანი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ინფორმაცია შევიტყოთ სხვადასხვა სფეროებში და ვფიქრობ, ეს ყველაზე ფასეული არის. აქედან გამომდინარე, კრეატიულ განვითარების ცენტრს ვუერთდები და გილოცავთ ახალგაზრდების ინფორმაციის საერთაშორისო დღეს. ინფორმაცია ეს არის ის, რაც ყველა ადამიანს სჭირდება, რომ განვითარდეს თუნდაც პიროვნულად, ასევე კარიერულად. მე ვარ მოსწავლე და მე არ ვარ ინფორმირებული. არ არსებობს ისეთი დაწესებულებები, სადაც გაშუქდება ინფორმაცია და მე ეს ორგანიზაცია მომაწვის ინფორმაციას რაღაც ღონისძიების შესახებ, რომელიც ჩემი წინსვლისთვის, ჩემი ინფორმირებულობისთვის იქნება საჭირო. ასე რომ კარგი იქნება გაკეთდეს ასეთი დაწესებულება ან ორგანიზაცია, რომელიც თავის თავზე ვალდებულებას აიღებს, რომ ახალგაზრდები იყვნენ ინფორმირებული. არ არის საკმარისი მხოლოდ სასკოლო საუნივერსიტეტო აქტივობები იმისთვის, რომ თავისი მომავალი ცხოვრება ასეთად უსრულებო. აქედან გამომდინარე, ეს ინფორმაციები სხვადასხვა აქტივობების შესახებ არის გამოსავალი იმისა, რომ უკეთესად განვითარდნენ ბევრ საინტერესო აქტივობაში მიიღება დაწესებულება სხვადასხვა აქტივობაში საკუთარი შესაძლებლობები და აირჩიებს შემდეგ ეს განვითარება სხვადასხვა უნარები და ასე შემდეგ.